ვიცით თუ როდის დაიბარებენ უფლებადამცველს დავით ჯანდიერს საქალაქო სასამართლოში ის ამ დრომდე ელოდება საგამოძიებო უწყების მხრიდან ზარს და მას შემდეგ რაც უკვე დაზუსტებად რომ ამის შემდგომ უფლებადამცველი რასაკვირველია მივა საქალაქო სასამართლოში და გასცემს ყველა იმ კითხვას პასუხს რომელიც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მისი მისამართით აქვს თავდაპირველად ინფორმაცია სამთავრობო მედიამ გაავრცელა სწორედ ისინი იუწყებოდნენ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო დაინტერესებული დავით ჯანდიერის საქმის შესახებ და აქედან რამდენიმე საათში უკვე ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნამდვილად დაიბარა გამოკითხვაზე, თუმცა ჯანდიერი არ დათანხმდა მამუკა მდინარაძის უწყების თანამშრომლებს რომ ისულიყო ის მოდულის შენობაში და ამის შემდგომ უკვე შედგა კომუნიკაცია მასსა და საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს შორის რომ გამოკითხვა მხოლოდ და მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით შედგება. ჯერჯერობით მისთვის არ არის ცნობილი თუ რასთან დაკავშირებით არის ის დაბარებული გამოკითხვაზე, შესაბამისად უცნობია რა კითხვები ექნებათ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მასთან, თუმცა როგორც სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას დავით ჯანდიერის კავშირებს ეძებს როგორც ჩანს მამუკა მდინარაძე, ქემოკლიძესა და ბაჩიაშვილს შორის, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამთავრობო მედია ირწმუნებიან იმას, რომ დავით ჯანდიერი არის სწორედ ის პირი, რომელიც უშუალოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მხარეებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადვოკატმა გამოვავლინოთ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა, რადგან თუ ერთ ადვოკატს შეეხებიან, ეს ნიშნავს, რომ ეხებიან მთლიან კორპუსს და ჩვენ ადვოკატები ვართ სრულიად სოლიდარულები და მხარში ვდგავართ დავით ჯანდიერს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით სისტემის სახე რა არის და ეს არის ახალი რამ, როდესაც ადვოკატს უკვე იბარებენ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს და მე მინდა რომ საზოგადოებას აუხსნა, რომ თუ ადვოკატის სიტყვა გაჩუმდება, თუ გააჩუმებენ ერთ ადვოკატს მაინც, ეს ნიშნავს, რომ სრულიად ჩუმდება სამართალი. ერთადერთი აზრის და დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ეს პროცესი, რომ ის არის აი გამოცხადებული ტერორის დაშინების შემადგენელი ნაწილი ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ყველა ადვოკატისთვის ეს არის საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ თუ ერთი პრეცედენტი მაინც დაუშვით, რომ ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის დაიბარეს სახელმწიფო უწყებაში და მოსთხოვეს მას ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ყველა სხვა ადვოკატი ვართ საფრთხის ქვეშ. თეთრხალათიანების შემდგომ ქართული ოცნების რეპრესიების სამიზნე ამჯერად არიან უფლებადამცველები. პირველი სამიზნე მამუკა მდინარაძის უწყების არის დავით ჯანდიერი. რა კითხვები ექნებათ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს მასთან, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც მას უკვე ოფიციალურად საქალაქო სასამართლოს ხდომათა დარბაზში დაიბარებენ. პირდაპირ ეთერში ირაკლი ბაღდაძე საუბრობდა.